ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის შეძენილ წყლის მილებს გამგეობა წინა საარჩევნოდ ხალხის მოსასყიდად გამოიყენებს. მოსაზრება ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან მიშა ბოლქვაძეს ეკუთვნის. მისი განცხადებით, რამდენიმე თვის წინ შეძენილი წყლის მილები გამგეობის ეზოშია დასაწყობებული და დარიგების პროცესი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში დაიწყება. საკითხთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, რომელსაც სოფელ ზანაქიძეების მცხოვრები ესწრებოდა. შაქრო გურგენიძის თქმით, სოფელში რამდენიმე ოჯახს 500 მეტრის მილი ესაჭიროება, რისთვისაც მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უწყებაში განუცხადეს, რომ მოთხოვნა მაისის თვეში დაკმაყოფილდება. საკითხზე ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ წყლის მილების გაცემა სოფლებში არსებულმა თოვლმა შეაფერხა. გამგებლის მოადგილის ანზორ ფერცელიძის განმარტებით, მილების დარიგება რიგ სოფლებში დაწყებულია და ერთ კვირაში დასრულდება. 23,000 მეტრის სიგრძის წყლის პოლიეთილენის მილის შეძენა გამგეობას 25,000 ლარი დაუჯდა. ჩვენ ვართ 4 ოჯახი, რომ წყალი არ გვაქვს. წყალი კი გვაქვს, მოდის აი წყალი, მაგრამ შრანგები არის 72 წელში ჩაყრილი. ყოველ 5 მეტრში დამიჭირეს, ამოყარეს მიწიდან და გამველა გამომაში როსტომთან შევეკითხები და შეიძლება მომცემენ მეთქი და მაისის თვეში გვაქვს განაწილება პროგრამაო და ჩაქსვავ აუცილებლად. ქართული მოლოცნობის აღმასრულებელ ორგანომ რაც მოახერხა 1 წლის განმავლობაში მხოლოდ შეიძინა და ფაქტს სახეზე ვხედავთ, აქვს დასაწყობებული. ისინი ელოდებიან თვითმმართველობის არჩევნებს, რადგანაც გამოიყენა პიარისათვის და დღეს მოსახლეობა ხელვაჩაურში ძალიან ბევრი ოჯახი არის წყლის გარეშე დარჩენილი და შეუძლიათ დღესვე დაიწყო ამის გაცემა. მოქალაქეებმა მიმართეს ხელმძღვანელობას და ისინი ელოდებიან პასუხისმცემენ, რომ მაისის თვეში ხდება ამის გაცემაო და დაახლოებით 50-ზე მეტი განცხადება არის შემოსული. სამ თემში უკვე მილები გაცემულია. მიმდინარეობს ეტაპობრივად გაცემა, თოვლის გამო, თოვლის საფარის გამო ზედან მაჭახლის ხეობასა და კირნაჭი ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ამ მილების გაცემას, როგორც კი თოვლი გადნება, მაშინ გავცემთ ამ მილებს. ეს მათი მეთოდი იყო, ესეთი მათი მეთოდი იყო წინა საარჩევნოდ დაპირებები და გაცემები და რაღაც მე ვერ გეტყვით რაში მოხალხეთ ყურით თუ სიმართლეს ძახეს გეუბნებით რომ დაახლოებით ერთ კვირაში ეგ მილები გაცემული იქნება.